სიგარეტს თავი დავანებე 20 წლიანი მწეველი სტაჟის შემდეგ. წინა ვიდეოში გითხარით, რომ განახებდით მარტივ გზას იდეის მოსვლის შემდეგ თუ როგორ დავიწყოთ მოქმედება, ისე რომ პირველივე წინააღმდეგობისას არ დავნებდეთ. ალბათ ფიქრობთ, რომ რა შუაშია სიგარეტის გადაგდებასთან, მაგრამ გეტყვით, რომ თავშია, პირდაპირ მნიშვნელობით თავში. გაქვთ მაგარი იდეა და აჭიანურებთ. ჩაიარა იდეით აღფრთოვანების პერიოდმა და შეეჩეხეთ პრობლემებს. აღარა ეს იდეა უკვე თქვენთვის ისეთი აღმაფრთოვანებელი, აი ისევე როგორც სიგარეტის თავის დანებების შემდეგ პერიოდი. ენერგია რომ არ გაქვს თავი გტკივა და ასე შემდეგ. ადამიანების საშუალოდ 85% უარს ამბობს სიგარეტის თავის დანებებაზე საწყის ეტაპზევე. სწორედ ამდენივე პროცენტი აგდებს ურნაში ბიზნესის დაწყების იდეას. ის რაც ძალიან დაგეხმარებათ როგორც სიგარეტის თავის დანებებაში, ასევე ბიზნესის დაწყებაში, ეს არის პასუხისგებლობის აღება, რაც შეიძლება მეტ ადამიანთან. უთხარით მეგობრებს, ოჯახის წევრებს, რომ პირობითად 20 დეკემბერს ანებებთ მოწევას თავს. ან იწყებთ ბიზნესს. შენ უნდა აიღო მორალური ვალდებულებები. ამბობ სიტყვებს, მე ამას ვაკეთებ და არა მე ამას ვაპირებ. და ზუსტად ამ დროს შენი ტვინი ირთვება კეთების რეჟიმზე. მას უკვე გაცემული აქვს დაპირება და მისი კოდი მიჩვეულია დაპირების შესრულებას. სხვა შემთხვევაში მას მოუწევს ძალიან უხერხო მდგომარეობაში ჩავარდნა და მან უკვე იცის, როგორი ძნელია თავის მართლება ან წარუმატებლობის აღიარება.